რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის ახალი აღნიშვნა? რას ამბობს ქართველის შეხვედრის შემდეგ? ვინ გამოარჩია ლუის ენრიკემ გამარჯვების შემდეგ და უხგოლიანი ტური კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. დავიწყოთ გერმანიიდან, სადაც კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლევერკუზენი 7-2 გაანადგურა. ამ შეხვედრაში 9 გოლთან ერთად იყო 2 წითელი ბარათი, 2 11 მეტრიანი, აქედან 1 გაფუჭებულიც. თუმცა რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, შეხვედრაში, სადაც ორივე გუნდი 37 წუთიდან 10 კაცით დარჩა, ქართველმა 51 წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა. 3 წუთში კი მორიგი, ლამაზი და უცნაური გოლი გაიტანა. კვარას დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ მარცხენა ძელს მოხვდა, შემდეგ მარჯვენას. საბოლოოდ კი ქართველის ანგარიშზე მე-7 გოლი დაფიქსირდა ჩემპიონთა ლიგურ კარიერაში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კი ქართველს 2 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. აქვე აღსანიშნავია კვარაცხელიას გოლის ახალი აღნიშვნაც, რომელიც ლეიკერსის ყოფილ კალათბურთელს დიანჯელო რასელს უკავშირდება. ამ ჟესტის პოპულარიზაცია სწორედ მას ეკუთვნის და ის ბევრი სპორტსმენის საყვარელი აღნიშვნაა. ყინული ჩემს ზარღვებში. სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი ეს აღნიშვნა და ამით სპორტსმენი ხას უსვამს, რომ ის მშვიდი და აუღელვებელი იყო გადამწყვეტ მომენტში. სწორედ ასე იყო კვარაც ერთი შეხებით დარტყმის მომენტში. თუმცა შეხვედრის შემდეგ ქართველმა აღნიშნა, რომ დარტყმის შემდეგ ცოტა შეშინდა. კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც. ცოტა შემეშინდა, მეგონა რომ არა ზუსტად დავარტყი, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გავიტანე. კარგი გოლი იყო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, მის შენარჩუნებამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ვიცით რომ კარგად თამაში შეგვიძლია. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწრაფად გავიტანეთ და ყველა ასპექტში უკეთესები ვიყავით. ვფიქრობ, ყველა თამაში მესიჯია ყველა მეტოქესთვის, რადგან კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავზე და არა სხვა გუნდებზე. მოედანზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა გვჭირდება, რადგან რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ძალიან კარგად ვითამაშეთ. მქონდა რამდენიმე ძალიან აშკარა მომენტი. გამარჯვებას ვიმსახურებდით. ოდნავ უცნაური იყო, რომ საჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააწევა. ამით თამაში შეიცვალა. 10 ფეხბურთელით თამაშობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ბევრ რამეს ვერ აკონტროლებ, მაგრამ ჩვენს ჩვეულ სამუშაოს ვასრულებთ. ერთ ფეხბურთელზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ახლა თამამად ვიტყვი, რომ ვიტინია უბრალოდ საოცრება. ის ყოველთვის აკეთებს და აკონტროლებს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მის გარდა მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ეს დასაფასებელია. გასული სეზონიდან გამოყოლილი თავდაჯერება გვაქვს, რაც ბევრ რამეში გვეხმარება. უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და მზად ვართ, რომ ეს ხანგრძლივი და მძიმე სეზონი კარგად გავაგრძელოთ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველის პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგას 3 ტურში მოპოვებული 9 ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურში 4 ნოემბერს კი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. თუმცა მანამდე ლიგა 1-ში 25 ოქტომბერს ბრესტს ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ითამაშა გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა, რომელიც მანჩესტერ სიტისთან 0-2 დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. თუმცა როგორც მას, ასევე მთელ გუნდს აშკარად გაუჭირდა გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ მომენტების შექმნა. შედეგად, ვილიარეალს 3 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და პირველი გამარჯვების მოპოვებას მომდევნო ტურში 5 ნოემბერს პაფოსის წინააღმდეგ ეცდება. თუმცა მანამდე 25 ოქტომბერს ლა ლიგაში ვალენსიას დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა. გიორგი ზარიას კაირატმა 10 კაციან პაფოსთან 0-0 ითამაშა და პირველი ქულას მოიპოვა. ქართველი შეხვედრაში 71 წუთზე ჩაერთო. დარჩენილ დროში კი აქტიურობდა და კარისკენ ორჯერ სახიფათოდაც დაარტყა. ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში ინტერს დაუპირისპირდება. ახლა კი საქართველოს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29 ტურის პირველი დღე, სადაც ტორპედომ იბერია 3-1 დაამარცხა და გორისდილამ გაგრა 5-0 გაანადგურა. გიტოვებთ ამ შეხვედრის გამორჩეულ მომენტებს. მე პირადად ალეკო ბასილაძის გოლს გამოვარჩევ. თქვენ რომელი მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში. ასევე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლე. კარგად შემოიწია ცენტრისკენ, პასის გააკეთა ბიორნ იონსენზე, იონსენი საჯარიმოშია, პასი გააკეთა! რა გოლი ალეკო ბასილაძე, შესანიშნავი დარტყმა! აი ესეთი ფანტაზია, ასეთი კრეატივია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ჩემპიონატების მატჩები უფრო იყოს სანახაობრივი და კიდევ უფრო მეტი მაყურებელი მოვიდეს სტადიონზე. ბრავო ალეკო ბასილაძეს. ბიორნ იონსენმა შესანიშნავად ითამაშა, აჯობა ჯგერნაიას და ნახეთ როგორ დაამთავრა, ბრავო.
მორიგი კუთხური გაითამაშეს ბურთი იბერიას ფეხბურთელებმა გიზო მამაგეიშვილი პასი მამაგეიშვილის გადაცემა არ გამოვიდა გუდუშაური ფრთხილად უნდა იყოს მამაგეიშვილი ყვითელი ბარათი აქვს გუდუშაური გარბის ფელიპე პირესი და ალეკო ბასილაძე ეხმარება პირესი შევიდა საჯარიმოში პასი ბასილაძეზე არ გავიდა გადაცემა დარტყმა 2-0 ქუთაისის ტორპედო 2 ბურთით იგებს სწრაფი კონტრშეტევა და ვარლეი დასილვა გოლის ავტორი მამაგეიშვილს რომ ყვითელი არ ქონოდა ალბათ აქვე ჩაშლიდა ამ კონტრშეტევას ეს არ გამოვიდა პატა გუდუშაურის გადაცემა ფელიპე პირესი ძალიან კარგი იყო მისი გადაცემა ბილი პასი და ისე გამოვიდა რომ ბურთი მიუვიდა ჩაწოდება საჯარიმოში 2-1 აი ასე იბერიამ მოახერხა გოლის გატანა კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში კარდაომ დაარტყა ძალიან კარგად სულება შეიძლება მომზადდეს ტორპედოელთა რიგებში აქ ნახოთ რა მოხდება და ფელიპე პირესი დაამთავრებს ყველაფერს 3-1 მაკარიძე გამოსული იყო კარიდან ძალიან მარტივად იმოქმედა ფელიპე პირესმა და ცარიელ კარში გაიტანა ისას თავარი როლი ითამაშა მან ჩაჭრა მეტოქეგულის გადაცემა აკიდილას აქვს შანსი რომ ანგარიში გახსნას და ეს ასეც მოხდა დეო ბასინგა კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი საგოლე გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა სირილ ედუძიმ და პრინციპში ეს ეპიზოდი შესაძლოა ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო აღმოჩნდა დიაგონალური გადაცემა ამ ბურთზე ითამაშა დილას 21 ნოემბერმა არ უნდა უატარამ კარგი გადაცემას გააკეთა და დეო ბასინგას მეოთხე გოლი ამ სეზონში უშუალოდ ამ მატჩში დუბლი და გოლის არ გაშვება და ტაბლოზე ჩამორჩენის არ არსებობა მაგრამ აქ არ უნდა უატარას გადაცემა გუნდის შემადგენლობაში აბდალა ლეიჰილი. კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი და ცვლილებაზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში მოახერხა ისრაელელმა აბდალა ხაიხალმა ამ სეზონში მესამე და ალბათ უკვე ამ მატჩში გამოზობილი დარტყმა დარჩენილი სივრცე რომლითაც დილას მოთამაშემ არაჩვეულებრივად ისარგებლა და ამ ეპიზოდში რამაზ სიაპანაუმ ვერ მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა იმდენად კიდევ უფრო დამაჯერებლად და რამდენიმე ზონად მყარად შეეძლო აქ ანდრონიკაშვილის მორიგი გოლი ვიხილეთ ამ სეზონში მეშვიდე ულამაზესი დარტყმით მოქმედებაში მიიღო მან უშუალო მონაწილეობა ერთი საგოლე პასი გააკეთა და ახლა იდეალური ულამაზესი უზადო დარტყმით მოახერხა გოლის გატანა სხვათა შორის წინა შეხვედრაში რომელიც დილამ წაბათ რეაბილიტაციაც მოახდინა გუნდმა შეგვიძლია ვთქვა აბდალა ხაიხალი აქ ძალიან ტექნიკურად კარგად გაერკვა ბოლენებში და ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ მან უკვე დუბლი შეასრულა ამ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და დილას უპირატესობა 5 ბურთამდე გაზარდა გასაბართ მატჩს კიდევ ერთხელ განმეორებით ბუნებრივია გაგრელებს ხალისი თამაშის უკრან ბოლო წუთებში აღარ აქვს აქაც ანდრონიკაშვილის საგოლე გადაცემა